აი მე და ელისე გოცირიძეზე ვართ და ვათვალიერებთ მატარებლებს. ღირსშესანიშნავი დღე გვაქვს, ანუ ძალიან. აი, ამათაც ღირსშესანიშნავი დღე აქვთ. მოიხედე მამი? მოგწონს მატარებლების ყურება? ჰა? მეც ძალიან მომწონს ჩემო ლამაზო. აი, მოდის. ნახე რა მაგარია. მოგწონს? რა ლამაზია არა მამა? რა არის? დიდი. დიდია, ხო? ძელი. მაგარია მამა. ძალიან მაგარია. ძელია, დიდი არა. გრძელია, დიდი არა, ხო? რომიანი არა, გრძელია. ხო, მამიკო. ეხლა წავა, ნახე? აი ხუთები. წავიდა. კარგად, ჩუკუ მატაიებელო. აი. აქეთ ძველი მატარებლები არიან. წავიდა. აი, დიდი მატარებელიც დავინახეთ მე და ელისე. ფრთხილად მამა არ წაიქცე. აი, რა ლამაზია. რა არის? ბორბლებს ხედავ მამა, ბორბლებს? პატარა ბორბლები აქვს, ხო? წავიდა მამა. ძელი მატარებელია, ხო? ხო, ესენი არის სულ ძველი მატარებლები, მამა. რა მამა? ეს მეტროა თუ მატარებელი? ეგ არის მატარებელი მამა. დიდ გზებზე რაც დადის, მაგას მეტრო არ ქვია, მაგას ქვია მატარებელი. აი, აქეთ გამოიხედე. რა ლამაზებია. რა თქვი? ისევ ყველაზე ძელი მატარებელი. ხო, ნახე ის რა ლამაზია, ყვითელი მწვანე, ნარინჯისფერი ფერის ვაგონები აქვს, ხო? მინდა სიგნალი. მატარებელი მამა, მატარებელსაც აქვს სიგნალი. მანქანებს ხო აქვთ? ხო. მატარებლებსაც აქვთ სიგნალები. შუქნიშნებიც არის როგორც გზებზე, ხო? მიყვარ ხარ. გემებსაც აქვს სხვათა შორის საყვირები. ნახე რამდენი ქვები ყრია მამა აქ. ხედავ შიგნით. ეგენი არა მამიკო, რელსებს ხო ხედავ? რელსების ქვეშ დევს აი ეგ ქვები მამიკო. რო არ გადმოვარდეს ის რელსები. მიხვდი? ხო და ის არის რა ქვია. ეგენი არის სამაგრები და აქ რა ვიცი ერთად რატო უყრიათ არ ვიცი, შეიძლება სადმე უნდა წაიღონ, შეიძლება პირიქით მოიტანეს მამიკო საიდანვე. მიხვდი? წამოაბა იქით წავიდეთ ახლა. მატარებელი იქით მეტრო, კი, მეტროს ხმარი. აი ხედავ? ხო, რა ლამაზია. ნახე ხა გაიაროს იქით? აი? ლამაზი. რა კარგი არა რომ წამოვედით დღეს აქეთ? გაგისწორდა? ხო, ქალაქისკენ. ჩვენს ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს მატარებლები ჩვენთან არ არიან სამწუხაროდ მამიკო. რატო? რა ვიცი მამა, ზოგან არის ახლა ესეთი გაჩერება ხო პირველად ნახე შენ. ო, მაგიტო, ანუ ყველგან არ არის თელ თბილისში უარ იქნება. მომეც ხელი ჩემო სიყვარულო. მომეც ხელი. აი, მეორე მატარებელი მოდის. ხოჭ, კაი ბიჭი ხარო, ხელი მომეც. აი ეს. ხელი არ გაუშვათ ბავშვებსო. იმიტომ რომ საშიშია, შეიძლება ხიძე ვართ, ეხლა შეიძლება ბავშვი გადავარდეს. ასე რომ ყურადღებით იყავით მშობლებო, წინასწარ გეუბნებით, გაითვალისწინეთ, ვიცი რომ ისედაც გაითვალისწინეთ, მაგრამ მაინც თქმას წინ რა უდგას. ვაშლი ჯურისკენ მიმდინარეობს სასიქადულო მშენებლობა, გენაცვალეთ. მოდის რაღაცა. აღარ ახვიდე მამა, მოდი რა. ხო უყურებთ, ბევრჯერ უყურებთ, კიდევ უკან გზაზე რო წამოვთ, კიდევ უყურებთ. ანადა იქით გავისეირნოთ კიდე, კაი რაღაცეებს ნახავთ კიდე და გავახარეთ ჩვენს მაყურებელს და რაც თქმა უნდა, ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენს თავებს. აი ამას ეძახიან მამა მანეჟს სამშენობას. მოგწონს? ნუ გეშინია მამა, ვერაფერი დაგვეჯახება აქ. აქ ვერაფერი დაგვეჯახება, იმიტომ რომ ჩაკეტილია, ნახე ეზო. წაბვათ. გამოვყევი მე მამი. თან დავათვალიეროთ.
ეს ყოფილა ჩემ ბავშვობაში აქ კალათბურთის ჩემპიონატები ტარდებოდა. ეხლა მძლეოსნობის სასახლე ყოფილა. ძალიან ლამაზია. მიხარია რომ შენარჩუნებული ეს ულამაზესი. ნახე მამა რა მაგრაა გაკეთებული. პატარა მტრედები ძიან. ძალიან ლამაზია. რა სიტყვი შენ? დავიღალე სამე. დაიღალე? მეც დავიღალე მამა. დავისვენოთ ცოტა? კარგი დავისვენოთ. მოილი კინოხია. სად მამა? რესტორნებში. გველის ხორცი ანუ? ხო. არა, არ მიჭამი არასოდეს. სხვა შორის მაინტერესებს როგორი გეგმობს ნეტა. მე რომ ჭამოთ სადმე, ექნებათ მამა. ალბათ უფრო ჩინურ რესტორნებში, ხო მამა? ხო. ხო, აბა საქართველოში გველის ხორცს არ ჭამს არავინ. მე არ ვიცნობ არავის ყოველ შემთხვევაში. ქართულ რესტორნებში არ იქნება ალბათ გველის ხორცი მამა. შენ რა აზრის ხარ ზოგადად ეგეთი რაღაცეების ჭამაზე? ხო, კაია. ბაყაყს შეჭამდი? კი. შემწარს. შემწარს, აბა მოხარშული რა საჭმელი იქნება, მართალი ხარ მამა. კიდევ რა შეჭამდი? ეგეც უცნაურს. რავი, მორიელსაც შეჭამდი. მართლა? მორიელს მე შევჭამდი, რა მაგარია. შემწარი ხო, მოხარშული მორიელი რა თქინდა. არ გვევასწრება ჩვენ მოხარშული მორიელი. მოხარშული მორიელი კი არა, თევზიც არ მიყვარს, მე შემწარი მიყვარს. გემრიელი იყო არა რომ უჭამეთ წუნდის ტბაზე შემწარი თევზი. კარგი იყო გაასწორა. კარგი, ხა მე მგონი დროა რომ წავიდეთ ისევ, ცოტა ხო დავისვენეთ. მე მაღაზიაში ცოტა შევიდეთ რაღაცეები ვიყიდოთ. კარგი ძმაო. ნაგერ ელისე მაგარი მოტოციკლეტი გააძრო. ხო მამა, თუ მატარებელია. მოტოა? კაი. აგერ მოზაიკასთან მოვედით. ხო და აი ამას ქვია მოზაიკა მამა. შეხედე ნახატი როა და როგორ უცნაურია. გატეხილი პატარ-პატარა ქვებისგან არის ნახატი გაკეთებული, ხედავ? გამოფენის ბაღში ვარ, დააკვირდი, აი დაათვალიერე რა მხელა, ზევი ქალი ხატია. ხედავ? მოგწონს? დაათვალიერე, აი ხელი, ნახე ხელს ხედავ? პირდაპირ მიდი ახლოს. აი ხელი. ხო, რა უჭირავს ხელში? ფარგალივით რაღაცა უჭირავს მამა, სამშენებლო საზომი. ძალიან ლამაზია რა? ესენი არის გენაცვალე ფოთლები, რაღაც სცენარეებია. წვენი ამოიღე, შეგიძლია ამოიღო წვენი. ამოიღე წვენი? ხოჩახ, ჩემო ბიჭო. ამოიღე წვენი, კარგო კაცო, მიყვარხარ. ეს როგორც პოსტმოდერნისტული არტი. ქალი რო არის ძაგძაგებს, ხმა აქვს. ხო და ჩვენ ხო გვიყვარს ზოგადად თანამედროვე არტი. ცივია? ჩემი პატარა აინტრახტელი კაცი. მიყვარხარ ძალიან. და გაიწუწე ცოტა თუ გინდა, მიდი. შევარდი აჩვენე ვინ არის ბრძანებელი. ჩემი სიყვარული. მიყვარს რა. ფუტურიზმი, კომუნისტური ფუტურიზმი ძალიან საოცარია. აგერ გენაცვალოთ ჩემი თავი, რა ყვავილი ვიპოვეთ მე და ელისე. გამოფენის ბაღში ულამაზესი დუმფარა. ელისემ წვენიც კი დალია უკვე, ხო მამა? გასწორა, არ ჩავარდე, მამი ფრთხილად იყავი. აი, ესენი არიან პატარა მწერუკები. რა ქვია? არ ვიცი მამა. არ ვიცი, შენი აზრით რა ერქმევათ ამ მწერებს? ობობა? ობობას გავს, ფეხები ნახე როგორ აქვს. თითქოს თვითფრინავია და დაფრინავს არა? აგერ ელისე ერთობა რაღაცეებს წეღან დაათვალიერა. ლამაზ-ლამაზი რაღაცეები და გიჟმაჟობს რაღაცეებს. აი მოდის. ჩვენ კიდე სახლისკენ მივდივართ. ველოდებით ჩვენი მეტროც როდის მოვა. დები აქ მამა? ეს აგეთმი.
საით? აი აგე. ხო, მართალი ხარ. შენი. აი, ნახე. ნაძალადები, გაიგე? აი, ნაძალადები. ეხა წავა. კარგად მეტრო. გაუხნია ხელი. კარგა. როგორ ზანზარებს არა მამა? როგორ განკარებს მა? არ ვიცი მამა. აი ესე დავასრულეთ მოგზაურობა, მე და ელისემ და ეხლა მივდივართ სახლში. აბა, კარგად იყავით და ბედნიერად.